ჰქონდა ორქრივი შეხვედრები, ასე ჰქონდა გამოსვლა პანელური დისკუსიის ფორმატში, ჰქონდა 30-ზე მეტ ლიდერთან უშუალოდ გასაუბრების საშუალება. დისკუსია, მრგვალი მაგი და პირადი საუბრები და ოფიციალური შეხვედრები. არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენ ურთიერთობებს და გაიხსნას დისკუსია ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფას ევროკავშირისკენ. საქართველოს პრემიერი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე. საქართველოს ყველაზე წარმატებული საუკეთესო ევროპული ქვეყანაა. გუშინ ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრემიერ ირაკლი კობახიძესთან. დღეს მნიშვნელოვან საკითხებსა და ინიციატივებს განვეშინოთ. რაზე მსჯელობენ ევროპის პირველი პირები კოპენჰაგენში. ყალბი ამბები 4 ოქტომბრის არჩევნების წინ. გედედეს ეგრეთ წოდებული საიდუმლო გეგმა. ეგრეთ წოდებული დამბევების სიასაკოვანი ქალები. ძველი ინფორმაციების გამოქვეყნება დღევანდელი თარიღით. არეულები საკუთარ თავში დაკარგულებით, დემორალიზებული ნაცმოძრაობის აგენტები იქამდე არიან მისულები, რომ ელემენტარულად ფეიკის წესიერად გამართვაც კი არ შეუძლიათ. მუხტის აწევის კამპანია ცრუ ინფორმაციებით. სუროგატი ქალებისთვის მოპარული მილიონები. როგორც დამკვეთები, ასევე სუროგატი დედების კუთვნილ თანხებს ითვისებდნენ. სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეების ქართული კომპანია, რომელიც ბიოლოგიური მშობლების ფულს ითვისებდა. ეს ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ აქ არავინ ქალბატონი არ იყო. საცხოვრობდა თვითონ და რა პირობებში აცხოვრებდა ქალებს დაკავებული არმენ მელიქიანი. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. კონყურებთ კურიერი 9 საათზე. დღეს 2 ოქტომბერია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. გადაიხედება თუ არა დაძაბული ურთიერთობები და გაიხსნება თუ არა დისკუსია საქართველოსა და ევროკავშირს შორის. კოპენჰაგენიდან საათს ირაკლი კობახიძე დღეს დაახლოებით 30-მდე სახელმწიფო ლიდერს გაესაუბრა. დადებითი იმპულსები მოდის, თუმცა არ მჟღავნდება დახურული კომუნიკაციების დეტალები. მნიშვნელოვანი ფორმატი პირისპირ გასაუბრებისთვის, ასევე ოფიციალური შეხვედრებისა და მგვალმაგიდაში მონაწილეობისთვის. ამ ყველაფერმა პრემიერს საშუალება მისცა, რომ პირდაპირ გაეზიარებინა საქართველოს პოზიცია ევროპული სახელმწიფოების პირველი პირებისთვის. მათ შორის იყო ემანუელ მაკრონი და პედრო სანჩესი. კონტინენტის ლიდერებს დანიამ უმასპინძლა. ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეშვიდე შეხვედრაზე მთავარი იყო უსაფრთხოება, განსაკუთრებით კი ეკონომიკური. ეკონომიკაზე საუბრისას დღესვე ვიქტორ ორბანმა საქართველოს ყველაზე წარმატებული და პოლიტიკურად სტაბილური ქვეყანა უწოდა ევროპაში და განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ სჭირდებათ საქართველოს მსგავსი ქვეყნები ევროკავშირში. საქართველო კი ბრიუსელისგან მხოლოდ სამართლიან მიდგომას ითხოვს. სავარაუდოდ ამასაც ესაუბრა ირაკლი კობახიძე ევროპის პირველ პირებს. რაც შეეხება პანელურ დისკუსიას, იქ პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს, განსაკუთრებულ როლს შუა დერეფანში და განაცხადა, რომ პორტების, რკინიგზისა და ავტომაგისტრალების მეშვეობით საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ტვირთების დივერსიფიცირებული მიწოდების გლობალურ ჯაჭვებში. კოპენჰაგენის შეხვედრა დასრულებული არა, შეხვედრები ქონდა კიდევ და რა განწყობით ბრუნდება ქართული დელეგაცია სამშობლოში. მარიამ კოპალეიშვილი ისაუბრებს დანიიდან პირდაპირ ეთერში. სამიტის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე და საგარეო პრიორიტეტებზე ირაკლი კობახიძემ 30-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ისაუბრა, ასევე პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა არაერთი ევროპული სახელმწიფოს ლიდერმა, მათ შორის ემანუელ მაკრონმა, პედრო სანჩესმა. დღეს ასევე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან, სადაც საუბარი იყო ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, ასევე მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე. ურთიერთობის გაძლიერებაზე საუბარი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს, ასევე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან. მოგვიანებით ალან ბერსემ სოციალური ქსელის საშუალებით თავადაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, სადაც ისაუბრა მხარდაჭერაზე ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიული მისწრაფებებისა და უსაფრთხოების ნაწილში. პრემიერ-მინისტრმა სამიტის ფარგლებში ასევე ხელი მოაწერა და შეუერთდა საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის ნაწილში, რომელსაც ხელს 34 სახელმწიფო აწერს. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც საუბარი შეეხებოდა ძირითადად ეკონომიკურ საკითხებს, სატრანსპორტო ნაწილს. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. როგორც თავად პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, თითოეული შეხვედრა
მათ შორის არა დაგეგმილი სპონტანურად ჩატარებული შეხვედრები მსოფლიო ლიდერებთან ჰქონდა ერთადერთი მიზანი ის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას და მან მოისმინა ისიც, რომ ევროპა მზადაა, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ურთიერთობების გადატვირთვისთვის. Ქონდა 20-ზე მეტ, ალბათ 30-ზე მეტ ლიდერთან უშუალოდ გასაუბრების საშუალება. პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე და ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ევროპელ პოლიტიკოსებთან კომუნიკაციისას დადებითი იმპულსები მიიღო, რადგან არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან ურთიერთობის გადახედვის მზაობა გამოითქვა. საინტერესო ის არის, რომ არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენ ურთიერთობებს და გაიხსნას დისკუსია ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფას ევროკავშირისკენ. რაც ძალიან კარგი იმპულსების მომცემია, დანარჩენი დავალოდოთ ჩვენ გამოთქვით, რა თქმა უნდა, სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ ასეთი დისკუსიებისთვის, საჯარო, ღია, გამჭვირვალე დისკუსიებისთვის. ეს არის პირობა და აუცილებელი იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირის შორის. კარგია ის, რომ ჩვენ დადებითი იმპულსები ვიხილეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დანარჩენი დავალოდებით მოვლენების განვითარებას ჩვენ გვაქვს ჩვენი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ევროკავშირისში ინტეგრაცია, საქართველოს ინტეგრაცია და რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება ჯანსაღი დისკუსიის გარეშე. სწორედ ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემ ეუთოსა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებთან შეხვედრისას. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები და ორმხრივი მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის პირისპირ შეხვედრები სწორედ ამ თემებს მიეძღვნა. შევეხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თემასაც, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში, მას შემდეგ რაც კონკრეტული რეზოლუცია დაამტკიცა საპარლამენტო ასამბლეამ, ჩვენ აქაც გამოვთქვით სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვითანამშრომლებთ, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოსთან, მზად ვართ საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობისთვისაც, თუმცა რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. მე მადლობა გადავუხადე ბატონ ალან ბერსეს მისი მონაწილეობისთვის იმ პროცესებში, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება ჯანსაღი ფორმით. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეუთოსთვის, რაც არის საინტერესო, შევეხებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გავაცანით საერთო მდგომარეობა, რაც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებას და ასევე სხვადასხვა მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ქონდა საუბარი, რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქონდა საუბარი, აქაც შევეხეთ, რა თქმა უნდა, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც. საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ გადაწყვიტა ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის მიღება და მისი შესრულების ვალდებულება აიღოს. ეს მაღალი ვალდებულებაა და ჩვენ მაღალი მოლოდინები გვაქვს. ეს ნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების აღსრულებას, ყოველთვის კონტაქტის შენარჩუნებას, ერთად მუშაობას და პროგრესის მიღწევას. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეშვიდე კონფერენციას ირაკლი კობახიძე სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო სამიტის გახსნის სესიაში, რომელსაც დანიის პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. კონტინენტზე არსებული საფრთხეები და გამოწვევებთან ბრძოლის გზები ლიდერები კოპენჰაგენში ამ საკითხზე მსჯელობისთვის შეიკრიბნენ. სამიტზე ითქვა, რომ პრობლემების გადასაჭრელად ევროკავშირის გაძლიერება აუცილებელია. ზოგიერთი ლიდერის აზრით, ევროპას საქართველოს მსგავსი წარმატებული ქვეყნების კავშირში გაწევრიანება ჭირდება. სამიტის დაწყებამდე უნგრეთის პრემიერმა და სერბეთის პრეზიდენტმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. საქართველო არის ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანა. მე სხვა ქვეყანა არ მეგულება, რომელიც თქვენსავით წარმატებულია. საქართველო პოლიტიკურად სტაბილური ქვეყანაა და ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. ჩვენ აღტაცებულები ვართ და ვსწავლობთ, როგორ მიაღწიეთ ამ წარმატებას. ფიქრობ, ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები, რადგან სამწუხაროდ ევროპაში ეკონომიკა არ მუშაობს, ამ პარალიზებულია. სტაგნაციაშია. ჩვენ გვჭირდება საქართველოს მსგავსი ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირში. მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს საქართველოსთან, პრეზიდენტ ყაველაშვილთან, რომელსაც ახლახან ნიუ-იორკში შევხვდი. გუშინ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გვერდით ვიჯექი და კარგი საუბრები გვქონდა. დღევანდელ მსოფლიოში ყველა თავისი საქმით არის დაკავებული და არავის სურს მოსმენა. ძალიან ცოტა ადამიანს სურს მეორე მხარის მოსმენა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით ყველას მოვუსმინოთ და ვიმედოვნებთ. ქართული მხარეც იგივე საკეთებს. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მაინტერესებს, რა
იტყვიან ზოგიერთები ჩვენს შესახებ. ჩვენი საქმეა ვიზრუნოთ ქვეყანასა და ხალხზე. პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა და ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოების თემაზე მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი და შუა დერეფანში საქართველოს მზარდი როლი. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს საშუალებას აძლევს სატრანზიტო კარიბჭის ფუნქცია შეასრულოს. საქართველოს ასევე შეუერთდა საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ. დეკლარაციას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოაწერა. ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მკაცრ პოლიტიკაზე. პრემიერმა განმარტა, რომ აუცილებელია მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევა და ევროპული კოალიციის შექმნა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც აწუხებს ევროპის ქვეყნებს, პრობლემა, რომელიც აწუხებს ევროპის ქვეყნებს და ამ კონკრეტული ინიციატივის ფარგლებში შედგა დისკუსია წევრ სახელმწიფოებს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, ასევე პარტნიორებთან, თუ როგორ უნდა მოხდეს კონსოლიდირება ძალების იმისათვის, რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულთან ბრძოლა. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს, რომელიც დანიის დედაქალაქში გაიმართა, 47 სახელმწიფოს პირველი პირი და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები დაისწრნენ. სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიის მეფისა და დედოფლის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაისწრო. კოპენჰაგენის სამიტის მონაწილეებმა პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჩელეს. 4 ოქტომბრის არჩევნებამდე 2 დღეა დარჩენილი ქვეყანაში სიმშვიდეა, ამიტომ ოპოზიციამ გადაწყვიტა მუხტი აწიოს ეგრეთ წოდებული ფეიქ ნიუსებით. ყოველდღე ახალი ცრუ ინფორმაცია მანიპულირებენ წლების წინანდელი მოვლენების ახალ ამბებად გასაღებით. ასევე აქვეყნებენ ძველ დოკუმენტებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტზე და აცხადებენ, რომ ეს არის დამრბევების სია, ან გედედეს სამოქმედო გეგმა, რომელიც სპეციალურ რაზმს არჩევნების დღესა აქვს დასახული. დღეს ჯერ იყო ძველი ინფორმაცია მოსამართლეების პროტესტზე, ახალი თარიღით მოგვიანებით კი გამოაქვეყნეს სპეცრაზმელების ჩამონათვალ. ყალბი ამბები 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ასე გამოიყურება. გედედეს ეგრეთ წოდებული საიდუმლო გეგმა, რომელიც აღმოჩნდა, რომ ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ ხელმძღვანელს ეკუთვნის, რომელიც ახლა ემიგრაციიდან აქტიურობს და რომლის სტრატეგიაც თავის დროზეც კი არ იყო გაზიარებული. უკვე დღეს კი ეგრეთ წოდებული დამრბევების სია გამოქვეყნდა, სადაც შეყვანილია ასაკოვანი ქალები და განსაკუთრებულ დავალებათა გარდაცვლილი თანამშრომელი. რეალურად ეს ცესკოს ძველი სპეცია იმ უბნებისთვის, სადაც ხმას აძლევენ ძალოვანი უწყებები. რაში სჭირდება ოპოზიციას ორდღიანი ტყუილები და ცრუ ინფორმაციებით მუხტის აწევის კამპანია 2 დღით ადრე არჩევნების წინ. რას ამბობს ოპოზიცია დეზინფორმაციულ კამპანიაზე და რით ხსნის ხელისუფლება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობებს? ნანა გოგატაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ოპოზიციის დაბნეულობა და დემორალიზება იქამდე მივიდა, რომ ფეიქ ნიუსების გავრცელების დროს შეცდომაზე უშვებენ. ამას ამბობენ ქართულ ოცნებაში და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები იხსენებენ ოპონენტების მხრიდან ბოლო პერიოდში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებულ არაერთ ცრუ ინფორმაციას. ჯერ იყო ყალბი გეგმა, შემდგომ კი ყალბი სია. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ოპონენტების მთავარი სამიზნე კვლავ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. თუმცა ოპოზიციის მცდელობა, რომ ქართული ოცნების რიგებში იპოვონ მოღალატეები, ისევე როგორც ქვეყანაში რადიკალური პროცესები განავითარონ, როგორც წარსულში, ისევე ახლაც მმართველი გუნდის განცხადებით მარცხისთვისაა განწირული. ცდილობენ ყველანაირი მავნებლური ხერხით ტყუილების გავრცელებით, რომელსაც ურწუთიანი ცეცხლსმორენობაც კი აღარ აქვს, რომ როგორმე მუხტი აწიონ. ყალბი რეალობის შექმნით საზოგადოებაში მუხტის აწევა. ოპოზიციის სქემა ქართულმა ოცნებამ გამოააშკარავა. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპონენტების მხრიდან დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ხალხში არარსებული მუხტის აწევა. ამჯერად საუბარია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის მიერ გამოქვეყნებულ Facebook სტატუსზე, სადაც ის ამტკიცებს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სია მოიპოვა. ოპოზიციონერი აქტივისტი ტყუილში ქართულმა ოცნებამ მალევე ამხილა. რეალურად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძველი სპეცია გამოაქვეყნა, რომელზეც წვდომაც ცესკოს ოპოზიციონერ წევრებსაც აქვთ. ეს არის ჩვეულებრივი სია, სპეციის სია, რომელიც მზადდება ხოლმე ყოველთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების
მთავრობის სამსახურში და ყველა იმ სამსახურებში, სადაც თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, აქვს შესაძლებლობა, რომ მათი უფლება არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა რეალიზებული იყოს და საკუთარი სამუშაო ადგილის მიხედვით აძლევენ ხმებს. ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ უბრალოდ წაეშალათ მისამართები ხმის მიცემის უბნების. ოპოზიციის ტყუილის ლუსტრაცია მათ მიერვე გავრცელებული ეს ფოტო გახდა. როგორც ჩანს, ვრცელი სიიდან ერთ-ერთ ფოტოზე საარჩევნო უბნის დაფარვა დაავიწყდათ. ნაციონალების აქტივისტების ნაწილის ფანტაზია კი იქამდე მივიდა, რომ საარჩევნო სიაში მყოფი ქალებიც სპეცრაზმელებად მოიხსენიეს. სახელმწიფოს ჩამოშლის ანტისახელმწიფოებრივი გეგმა ასე ეხმაურება ოპოზიციის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას. უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია Facebook სტატუსში წერს, რომ ოპონენტების მიერ გამოქვეყნებულ სიაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გარდაცვლილი თანამშრომელია. აი ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის მათი ანტისახელმწიფოებრივი გეგმა, რომელზეც გარეძალის აგენტის გარდა ხელს არავინ მოაწერს. დღევანდელ მათ სიხარულსთან უდიდესი ამორალურობას ახლავს. გედედეს თანამშრომლების გამოქვეყნებულ ვითომ ახალ სიებში ერთი მათგანიაც გარდაცვლილი პოლიციის ღვაწლმოსილი თანამშრომელი ნუგზარ უსენაშვილია. ალბათ კიდევ უფრო კარგად მიხვდება ყველა, რაზეც ამსვლელები და რისი მკადრებლები არიან. კურიერი დღეს სწორედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გარდაცვლილი თანამშრომლის შვილს ესაუბრა. ნათია უსენაშვილი გვიყვება, რომ მამამისი 2 თვის წინ გარდაიცვალა. იქამდე კი წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურაში ქვეყნის ინტერესებს იცავდა. ნამდვილად მუშაობდა წლების განმავლობაში, ის იყო მკერავი, ის აბსოლუტურად, რა ვიცი, ემსახურებოდა თავის საქმეს პირნათლად წლების განმავლობაში და სირცხვილია უბრალოდ ძალიან ოჯახისთვისაც, ყველასთვის, რომ ასეთ საშინელებებს ავრცელებენ. ნამდვილად პასუხი უნდა აგონ ესეთმა ადამიანებმა. ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერებისგან ყალბი ინფორმაციის გავრცელება არ უკვირთ მართლ გუნდში. არჩილ გორდულაძემ დღეს Facebook სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც იმ ტყუილებზე საუბრობს, რაც ბოლო პერიოდში ოპოზიციისა და სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელდა. მათ შორისაა ძველი განცხადებების ახლებად გასაღება. ასევე ირაკლი ნადირაძის Facebook სტატუსი, სადაც ის წერს, რომ 4 ოქტომბრის აქციისთვის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამოქმედო გეგმა მოიპოვა. აქვეყნებს ფოტოებსაც, ერთ-ერთ ფოტოზე საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკარია. ნადირაძე ამტკიცებს, რომ კარს შიდა მხრიდან დამატებითი რკინის ჩამკეტი უკეთდება. რეალურად კი პარლამენტის ჭიშკარი დღეს სხვანაირად გამოიყურება და მას დამატებითი ჩამკეტი, დამატებით რკინის კართან ერთად წლების წინ გაუკეთდა. როგორც ცდილობს ოპოზიცია, მდიდარი NGO-ები და მათ მიერ კონტროლირებული მედია არარსებული მუხტის აწევას. პირველი, პროპაგანდისტულმა ონჯიმ გამოაქვეყნა წინა წლის განცხადება, რომელიც გაასაღა როგორც ახალი, სადაც ოპოზიციის კლანის რამდენიმე მოსამართლე გაურკვეველ მოცემულობებს აპროტესტებენ. მეორე, პროპაგანდისტულმა TV1-მა გამოაქვეყნა აქამდე არაერთხელ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც 2022 წელს ბესო ალაბიძე ზეწოლაზე საუბრობს, თუმცა საუბრის იქით არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენია. მესამე, რადიკალურმა ოპოზიციამ გაავრცელა გედედეს გეგმა, თუმცა გეგმაში ძველი ფოტო გაებარათ, რომელზეც პარლამენტის კარის 3 წლის წინანდელი მდგომარეობაა ასახული. მეოთხე, დიდარმა NGO-ებმა გაავრცელეს სპეცრაზმელების მონაცემები და ცდილობდნენ მოეტყუებინათ საზოგადოება, რომ ეს იყო დამრბევების სია. თუმცა აქაც შეცდომა გაეპარათ და ცესკოს სპეციალური სიებიდან ოპოზიციის მიერ გატანილი მონაცემები გამოდგა. იმდენად ხელმოცარულები არიან, იმდენად არაფერი აქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ძველი 3-4 წლის წინანდელი სკანდალებით და უნიჭო ფეიკებით ცდილობენ ხალხის გაბრაზებას. Facebook გვერდებზე გავრცელებულ ინფორმაციასა და რეალურ ფაქტებს შორის არსებული სხვაობის მიუხედავად ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს მაინც სჯერა, რომ რასაც ამბობენ რეალობაა. ნაწილისთვის კი ნაციონალური მოძრაობის და მათი მხარდამჭერების დეზინფორმაციული კამპანია უინტერესოა. არ ვიცი, არ მაინტერესებს არც მართველი გუნდი და არც ENM რა გამოაქვეყნა გულწრფელად გითხარ. მე მაინტერესებს ჩემი ამორჩეველი. ვიღაცა 1000 რაღაცას დადებს, არ ვიცი. მე ამასთან არანაირი შეხება არ მაქვს. შეიძლება ნამდვილიც არის. მართველი გუნდისთვის ოპოზიციის მხრიდან ძალოვანი სტრუქტურების რიგებში მოღალატეების ძიება და ტყუილების გავრცელება მათ დემორალიზებაზე მიუთითებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ დაბნეული ოპოზიცია თავს ვეღარც ფეიქებით იმართლებს და შეცდომაზე უშვებს. აგორეს რაღაც კამპანია თითქოს გედედეს სიები გასაჯაროვდა და დაბნეულობა არის გედედესში, რეალურად კი ეს არის CSKO-დან მათივე გამოტანილი სპეციები. ამ სიებით აპირებენ, რომ საკუთარი მაყურებელი მოატყუონ, თუმცა
ეს არ არის პირველი შეცდომა, რამდენიმე დღის წინ მათ გაასაჯაროეს შსს თითქოს გეგმა მოიპოვეს და ამ გეგმაში პარლამენტის შემოსასვლელის კარი არის გადაღებული რამდენიმე წლის წინანდელი მოცემულობით. ჯერ იყო და რაღაცა გეგმაზე საუბრობდნენ და 4 წლის წინანდელი სურათები აჩვენეს, ეხლა საარჩევნო სპეციებით მანიპულირებენ, სინამდვილეში ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს დემორალიზაციისა და სასოწარკვეთის იმ ხარისხს, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას დამსახურებულად აქვს. ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია მათი რეალური სახის ლუსტრაციაა პრემიერ-მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძემ დღეს ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ნებისმიერი სახის სამართალდარღვევას უმკაცრესი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ეს არის რაღაცა უსუსური მცდელობები, რაც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის უსუსურ სახეს. რა თქმა უნდა, ასეთი იქმედებებით ვერავით არ მიზანს ვერ მიაღწევენ. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ თუ ვინეს მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ეს არის მარტივი გაფრთხილება, რაც შეიძლება ამ ადამიანებს მიცეთ. რა მიზანს ემსახურება ოპოზიციისა და მათი აქტივისტების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება? ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მიზანი ხალხის მოტყუებასთან ერთად ქვეყანაში რადიკალური პროცესების განვითარებაა. და კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც კურიერმა მოიპოვა, ყოფილი ნაციონალები გვარამი ამელიას კოალიცია წინასწარ ემზადება 4 ოქტომბრის არჩევნების არაღიარებისთვის. კურიერის წყარო ამავე პარტიაში რუსთავიორს უყვება, რომ ბოიკოტში მყოფი კოალიცია ცვლილებებისთვის და პარტია დროას ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა ხვალ ბრიფინგს გამართავენ, სადაც გააჟღერებენ კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმება და არაღიარება იმ პირობებში, როდესაც იგივე პოლიტიკური სუბიექტები სადაც არაღიარებენ ამ არჩევნებს. კოალიცია, რომელიც არ მონაწილეობს 4 ოქტომბრის არჩევნებში, წინასწარ დაპირდება მოქალაქეებს, რომ არ აღიარებენ შედეგებს. წყაროს ინფორმაციით, ამავე ბრიფინგზე დაგეგმილია მოწოდება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ მათაც არ ცნონ ლეგიტიმურად მუნიციპალური არჩევნების შედეგები. ასევე შეეცდებიან, რომ მაქსიმალურად გაავრცელონ ეს ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა არხებით. ლიკა ალელიშვილი იმყოფება მელია გვარამიას პარტიაში და ახლა იქიდან მოგყვება, რას ამბობენ იმ ბრიფინგზე, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ხვალ არის დაგეგმილი. გვარამია მელიას კოალიცია 4 ოქტომბრის არჩევნების არაღიარებისთვის ემზადება ბოიკოტში მყოფ პარტიაში. წყარო კურიერს უყვება, რომ ხვალ კოალიცია ცვლილებებისთვის და პარტია დროას ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ უნდა გამართოს ბრიფინგი, რომელზეც ის უნდა დაპირდეს საზოგადოებას 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმებას და ასევე წყაროს ინფორმაციით გიგა ლემონჯავამ უნდა გააჟღეროს ოფიციალური გეგმა თუ როგორ აპირებენ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაღიარებას. პარალელურად წყაროს ინფორმაციით ამავე ბრიფინგზე კოალიციას ცვლილებებისთვის წევრებმა უნდა მოუწოდონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მათაც არაღიარონ ლეგიტიმურად მუნიციპალური არჩევნები და მისი შედეგები. ეს ინფორმაცია კი უნდა გაავრცელონ მაქსიმალურად. ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც კურიერს წყარომ მიაწოდა. ჩვენ რა თქმა უნდა მთავარ ადრესატთან გიგა ლემონჯავასთან ვცადეთ დაკავშირება, მას დავურეკეთ, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ რუსთავიორიდან ვურეკავდით, მან კურიერის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა. თავად პარტია დროაში კი გვითხრეს, რომ ისინი მართლაც არ აპირებენ აღიარონ არჩევნების შედეგები და ლეგიტიმურობა, თუმცა რაც შეეხება ბრიფინგს, პარტია ახლებში გვეუბნებიან, რომ ხვალ კოალიცია ცვლილებებს ბრიფინგი დაგეგმილი არ აქვთ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნების არაღიარებისთვის ემზადება თქვენი კოალიცია. უკაცრავად, აი უბრალოდ ერთ კითხვაზე იქნებ მიპასუხოთ, რომ ხდებიან აქციებზე ან ქუჩაში, მათაც არ ვეწერები და ამიტომ ბოდიში უნდა მოგიხსენოთ. დიახ, უბრალოდ ჩვენი ინფორმაციით ხვალ თქვენ უნდა გამართოთ ბრიფინგი. სტარია ინფორმაცია, ჩვენ ოფისში ხვალ ბრიფინგი არ იგეგმა. ხო, რომც იყოს რა პრობლემა, მაგრამ უბრალოდ არ ფაქტია ტყუილი, თორე არჩევნებს არ ვაღიარებთ, კაცო, რო ვაღიარებდით, მივიღებდით მონაწილეობას. არანაირი ბრიფინგი ხვალ არ ტარდება, ძალიან ოპერატიულად მოუწოდებიათ ინფორმაცია, მაგრამ წყარო არ გივარგათ სამწუხაროდ. იმიტომ რომ ეგეთ ბრიფინგს არ ვაპირებთ.
კურიერის მიერ მოპოვებული ინფორმაციასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც, როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები, ისევ ცდილობენ საქართველოში რადიკალური პროცესების განვითარებას, ისევ ცდილობენ დესტაბილიზაციის შექმნას, თუმცა როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, საზოგადოება ოპოზიციას უკვე აღარ ენდობა და 4 ოქტომბერს არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის. ეს არის მორიგი მცდელობა იმისი, რომ გარკვეულწილად დაძაბონ სიტუაცია წინა საარჩევნოდ და განწყობა შექმნან თითქოს რომ ამ ქვეყანაში რაღაც ისი არ არის, როგორც საჭიროა. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური რადიკალების ერთობა, რომლებმაც თვით დაპატიმრებით ვერაფერს ვერ მიაღწიეს რეალურად. ახლა აპირებენ რაღაც მორიგი ტალღის წამოწყება. ყველამ კარგად ვიცით, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ხალხი, რომელიც ძალიან მშვიდად მივა არჩევნებზე და დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას და არავისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა სიტყვის გაკოტრებული პარტიის რომელიმე თვით დაპატიმრებული თუ გარეთ დარჩენილი წევრი, რომელთა მთავარი მიზანია, რომ საქართველოში სიტუაცია აირიოს. ესეთი პროვოკაციები მათ ხშირად გაუკეთებიათ, წინა არჩევნებზეც გვინახავს. ეს რადიკალიზმი მათი მხრიდან უკვე ჩამჯდარი არის, თითქოს და შინაგანად აქვთ უკვე რომ რაღაც დესტაბილიზაცია შემოიტანონ ამ ქვეყანაში. ხან ბოიკოტს მიმართავენ, ხან არჩევნების არაღიარებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესეც არის ის უსუსური ნაბიჯი მათი მხრიდან, რომ საზოგადოებას შეიყვანონ რაღაც შეცდომაში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არის ბრძენი და მათ მორიგ ტყუილს და მორიგ პროვოკაციას ნამდვილად არ აყვება. კოალიცია ცვლილებებისთვის გეგმის შესახებ ინფორმაცია კურიერმა ექსკლუზიურად მოიპოვა. წყაროს ინფორმაციით ოპოზიციის წევრებმა საერთაშორისო საზოგადოებას უნდა სთხოვონ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურად არც მათ აღიარონ. მადლობა, ალიკა ალელიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. კიდევ უფრო მეტი ინფორმაციები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც ვალდებულია, რომ იზრუნოს პრევენცია მოახდინოს და თავიდან აარიდოს ქვეყანას დესტრუქციული ქმედებების. სუსის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფები გზებს ეძებენ, მსჯელობენ და გეგმავენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ემოციებს გამოიწვევს საზოგადოებაში. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მათი მიზანია მძიმე ფონი შექმნა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში. რა შედეგები მოყვება ოპოზიციის მცდელობებს, რომ ჯერ არეულობა მოაწყონ თბილისის ქუჩებში, შემდეგ კი გამოაცხადა, რომ არ აღიარებენ და არ ცნობენ ლეგიტიმურად იმ არჩევნებს, რომლებიც 4 ოქტომბერს ჩატარდება საქართველოში. რას აპირებს ხელისუფლება და როგორ პასუხს გასცემს თუ მოვლენები წავიდა რადიკალიზაციის მიმართულებით. სუსის უფროსი აცხადებს, რომ პასუხი პროპორციული იქნება. დარჩებიან კონსტიტუციურ ჩარჩოებში ექნებათ პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. მოუვათ ზედმეტი, პასუხიც იქნება მძიმე და მკაცრი. მათ ჭირდებათ ჩვენი ინფორმაციით ისეთი რაღაცის დაგეგმვა, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში. და არავის არ ურჩევა ამის გაკეთებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადების ადრესატები 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და პროტესტში მონაწილე გარკვეული ჯგუფები არიან. სუსის ხელმძღვანელის რანგში პირველი ინტერვიუს ძირითადი ნაწილიც არჩევნებამდე 2 დღით ადრე არსებულ მდგომარეობას დაეთმო. მამუკა მდინარაძის განცხადებით აქვთ ინფორმაცია, რომ რამდენიმე ჯგუფი სერიოზულად განიხილავს საზოგადოებაში მძიმე ემოციური მდგომარეობის გამოწვევას და პროცესების ამ დაძაბვას. სუსის ხელმძღვანელის თქმით, ნებისმიერ მსგავს ქმედებას მძიმე სამართლებრივი პასუხი მოჰყვება. შეიძლება ვიღაცას მუქარად მოეჩვენოს, მაგრამ რეალურად თუ კი ისინი იმას ეცდებიან, რომ რაღაც ტაქსაქსული ეგრეთ წოდებული მენეჯმენტის დროს კიდევ უფრო რადიკალური ღონისძიებები გაატარონ, რომ ლოკალურად რაღაც ემოციები გამოიწვიონ, მათ ჭირდებათ ეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი სერიოზულად მსჯელობენ, რამდენიმე ჯგუფი, შიდა ჯგუფი მსჯელობს სერიოზულად იმაზე, რა მოახდინონ ისეთი, რამაც შეიძლება საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიოს. გადაჭარბების გარეშე გაფიქრებასაც არ ურჩევ ამისას, იმიტომ რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ. სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების დამხობის მცდელობას ქართული ოცნების ლიდერები განუხორციელებელ გეგმას უწოდებენ. კახა კალაძემ ამის შესახებ ღამის კურიერში ისაუბრა. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი და მართველი პარტიის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას კანონი არეგულირებს, მისგან გასვლას კი არავის ურჩევენ. თუ ვინმე გაბედავს და ნაბიჯს გადადგავს კანონის წინააღმდეგ, თუ ვინმე სურვილი აქვს გამოცადოს სახელმწიფო ძალა, ეს მისი უფლებაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ
ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, მშვიდობა, ჩვენი შესაბამისი უწყებები ყველანაირად აბსოლუტურად მზად არიან ყველაფრისთვის. ოპოზიცია ისევე როგორც მათი აქტიური მხარდამჭერები და აქტივისტები რუსთაველის გამზირს დიდი ხანია ფრონტის ხაზად აღიქვამენ. საკუთარ გეგმებზე და 4 ოქტომბერს ქუჩაში პროცესების განვითარებაზე არაერთ დახურულ თუ ღია პლატფორმებზე მსჯელობენ. შევკრიბეთ ჯარი, პირდაპირ ვიტყვი, ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებები. აფხაზეთში ნაომარი ხალხიც არის, აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც არის, ავღანეთში ნაომარი ხალხიც არის, უკრაინაშიც ჩვენ ჯარზე ვდებთ ჩვენს ფსონს. მინდა რომ ფრონტის ხაზს ეგრეთ წოდებულს დავაკვირდეთ, ეს არის რუსთაველის გამზირი, კონკრეტულ კვადრატულ მეტრ ფართობზე ის სპეცრაზმი საკმარისია იმისათვის, რომ მოგვერიოს. მაგრამ ჩვენ თუ ამ ფართობს გავზრდით, დიცეთ ამათ გავაზავებთ. ანუ ეს გაზავებას მჟავა რო კონცენტრირებული ხელს ამოგჭამს და თუ გავაზავებთ, ის შეიძლება სასარგებლოს კი იყოს რაღაც მომენტებში, ხო? 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტის გეგმა გაწერილია. ნაწილი დარჩენილ დღეებს მხარდამჭერების მობილიზებას დაუთმობს. არჩევნებში მონაწილე პარტიებში კი ფიქრობენ, რომ წინააღმდეგობის ფორმა სწორედ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა, შემდეგ კი უკვე სამოქალაქო აქტივობაა. არჩევნები 4 ოქტომბერს არის წინააღმდეგობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა. დღის მეორე ნახევარში გავაკეთოთ ის, რასაც დამატებით სხვა თვლით ჩვენ სამოქალაქო ვალად იქნება ეს აქციაზე მისვლა თუ კიდე სხვა ფორმით გაგრძელება ამ წინააღმდეგობის. სოციალურ ქსელში რა კომენტარი დაიწერება ხა ამაზე საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია, რაც შეეხება კონკრეტულ ორგანიზატორებს, რომელთაც ყავს ამ დღეს გაცხადებულია ღიად, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია, რა თქმა უნდა, თუმცა მიზნად ისახავს საკუთარი სიმრავლიდან და მათ შორის რეჟიმის აი ამ დაქსაქსულობიდან გამომდინარე იმას, რომ მოხდეს ამ რეჟიმის დასასრული. ძალადობას და კანონის დარღვევას, რომ კონკრეტული შედეგი მოხვება, ამაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სამართლებრივ გადაცდომას სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. მინდა შევახსენო ყველას, რომ ვინც იყო ჩართული ძალადობაში, 30-ზე მეტი ადამიანი არის პასუხისმგებლობაში მიცემული, სასჯელი არის საკმაოდ მკაცრი, 2 წლიდან იწყება, არის 4 წელი, 4.5 წელიც. ამიტომ ყველას მინდა შევახსენო, რომ თუ ვინმეს წაუსდება ხელი კანონის დარღვევაზე მიიღებენ ძალიან მკაცრ პასუხს. მეგობრულად უნდა ურჩიოთ ყველას, რომ არ გაბედონ ძალადობა, არ გაბედონ კანონის დარღვევა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვრცელ ინტერვიუში ოპოზიციის დასახმარებლად გამოყოფილ უცხოურ დაფინანსებაზეც ისაუბრა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, შენიღბული გზით მიღებული უცხოური ფულადი რესურსი რეალურად რადიკალიზმისკენაა მიმართული, რაც სუსის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკული ფარას კანონის ქართული ანალოგის ამოქმედებამაც გამოაშკარავა. ვნახულობთ, რომ ეს თანხები მიემართება რადიკალიზმის დასაფინანსებლად. ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი დიდი მთელ მსოფლიოში, ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ყავს საქართველოში და სინამდვილეში დაახლოებით 95-98-99% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებს და ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული. სახელისუფლებო პარტია პოლიტიკური ოპონენტების უცხოელ პარტნიორებს ურჩევს უარი თქვან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე. ოპოზიციას კი როგორც 4 ოქტომბერს, ასევე მომდევნო დღეებშიც კანონის მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ. რისკებზე, რომლებიც საქართველოს ჯერ კიდევ წინ აქვს, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გავრცელებულ წერილშიც ისაუბრა, რა ხდება არჩევნების წინ, რა იქნება შემდეგ და როგორ იყო ოცნების მმართველობის 13 წელი. 13 წლიანი უწყვეტი მშვიდობა და 13 წლიანი ბრძოლა მის შესანარჩუნებლად. ზეწოლა გარედან გარეძალებს მორჩილი შიდა მტრები და ღალატი გუნდის შიგნით. მმართველი პარტიის დამფუძნებლის წერილი მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. ქართულ ოცნებას 2012 წლიდან 2025-მდე არაერთი ბარიერი ჰქონდა, არაერთხელ დაიძაბა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, რასაც ხელს უწყობდნენ უცხოელი ლობისტები და შიდა ოპოზიციური ძალები, თუმცა პარტიას ჰქონდა შიდა გამოწვევებიც. ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა გუნდის შიგნით ღალატსაც, მაგრამ ოცნების საპატიო თავმჯდომარე აცხადებს, რომ სწორი პოლიტიკის წყალობით ეს პრობლემაც დაძლეულია. ამის მიუხედავად არჩევნების დღეს 4 ოქტომბერს საქართველოს ბეწვის ხიდზე კიდევ ერთხელ გაივლის. წერილში ასახულია ყველა ის მიღწევა, რაც ქვეყანას ჰქონდა. მშვიდობა, სუვერენიტეტი, ინსტიტუციური პროგრესი და ეკონომიკური განვითარება. სახელმწიფო გუნდი 13 წლიან მმართველობის მთავარ მონაპოვარზე საუბრობს.
ქართული ოცნების დამფუძნებელმა წერილში, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს მიუძღვნა, დეტალურად ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან გაშვების შემდეგ საქართველოს მიაღწია. პრემიერ-მინისტრის თქმით, გეოპოლიტიკური გამოწვევების ეპოქაში საქართველოს ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ გუნდთან ერთად მშვიდობიანი განვითარება შეძლო. მომავალში კი ოცნების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა და მისი ნიშნულის ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანა იქნება. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ბატონო ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან გააკეთა პარტიის ღრუბლობაზე 2023 წლის დეკემბერში. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კორუფციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და ერთგვარი პირობა იყო გახმოვანებული მასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა და სწორედ ამის გაგრძელება ის პროცესები, რაც წარიმართებოდა აქამდე, რაც წარიმართება დღეს და წარიმართება მომავალში, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება იქნება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი იქნება უკომპრომისო კორუფციასთან მიმართებით. ვრცელ წერილში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ბიძინა ივანიშვილი გამოწვევებზეც საუბრობს. ღალატი თანაგუნდელების ნაწილის მხრიდან და გარეძალების მართული პროცესები, რომლებმაც ქვეყანაში პოლიტიკური турბულენტობა არაერთხელ გამოიწვია. სახელმწიფო პარტიის დამფუძნებელი წერს, რომ უცხოური ლობისტური წრეების მხრიდან კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩანაცვლების სურვილი კვლავ აქტუალურია. წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო. შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა, თუმცა ჩვენ ამასაც გავუძელით. ამ პროცესში ისე როგორც 2011 წლიდან მოყოლებული ქართული საზოგადოების ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომა მაძლევდა და გვაძლევდა ბრძოლის შემართებას. ბიძინა ივანიშვილის წერილში საუბარია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს დამკვიდრებულ კლიშეებზეც, რომელიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესების მიხედვით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას უკავშირდებოდა. ტექსტში ნათქვამია, რა გარდაქმნა განიცადა ამ მიდგომებმა და როგორ მოერგო მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს. ქართული ოცნების დამფუძნებელი 4 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზეც საუბრობს, რომელმაც სახელმწიფო გუნდის მაღალი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს. უდიდესი მონაპოვარია ისიც, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთად გაიზარდა და თავადაც შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი. ჩვენ ქართულ ხალხთან ერთად წარმატებით გავანეიტრალეთ წინა ხელისუფლების მიერ გარე პატრონებისგან ათვისებული მთავარი იარაღი, თეთრი შავა წარმოეჩინათ. ამ ფონზე 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე, მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის. ქვეყანას რომ უწყვეტი მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა აქვს, ამას ოპოზიცია ვერ უარყოფს. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ 13 წლიანი მმართველობის პირობებში ხელისუფლებამ საგარეო ვექტორი შეცვალა და დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია. როცა აქებენ ეგრეთ წოდებულ მეთაურებს ჩვენი ქვეყნის და მათ შორის ავტორიტარული სამყაროს წევრი ქვეყნები, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ნათელი მტკიცებულება იმის, თუ რეალურად რა ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. 1 მილიონი ქართველი გაიქცა, 1 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მემოთარის, რა უნდა მითხრათ 18 წლიან მშვიდობაზე. ეს მშვიდობა მოტანილია ქართველი ხალხის და მოტანილია უკრაინელების, რომლებიც არ დანებდნენ რუსებს. ოპოზიციას და მათ მოკავშირეებს ქვეყნის მიღმა საერთო ლობისტური კოლგის ქვეშ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ ღალატმა ზოგიერთი ყოფილი თანაგუნდელის მხრიდან სწორედ მათ სასარგებლოდ იმუშავა, თუმცა ქართულმა ოცნებამ და ქართულმა საზოგადოებამ ყველა საფრთხის იდენტიფიცირება და განეიტრალება შეძლო, რამაც ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების ძელვადიანი პერსპექტივა გაუჩინა. 2022 წელს, როდესაც მთავარი კითხვა დაისვა, საით გვინდოდათ, რომ საით უნდა ყოფილიყო საქართველოს სინათლის ხარეს თუ ბოროტების ხარეს. ჩვენი მთავარი პასუხი ამაზე იყო, რომ საქართველოს იდგა საქართველოს ისტორიის მხარეს. და დღეს ერთი რომ წინა წელს ამ კითხვას ძალიან კაფიოდ გასცა მოსახლეობამ საპარლამენტო არჩევნებზე და სად უნდა იდგეს დღეს კიდევ რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ გაეცემა ამას პასუხი. იყო ბევრი იმედგაცრუება, ბევრი რთული მომენტი, მათ შორის ღალატის თუ სხვადასხვა ნეგატიური პროცესებიდან გამომდინარე, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენს ერთგულ ამორჩეულთან ერთად ამ ყველაფერს კარგად ვართმევდით თავს. 1 ოქტომბრის წერილში ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქართულ ხალხს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში უნდა დააფიქსირდეს მათი მკაფიო ნება, რომ საქართველოს ბედი წყდება ქვეყნის შიგნით.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა ქართულმა ოცნებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის მმართველობა მშვიდობიანად არჩევნების გზით დაასრულა. 13 წლის შემდეგ სახელმწიფო გუნდი უკვე მეათე არჩევნების მოგებას აანონსებს. და ისევ კრიტიკა, ისევ არჩევნების წინ თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღით ადრე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კვლავ მოიცალა საქართველოსთვის და მიიღო რეზოლუცია, სადაც შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების გამო, რაც გამოიხატება სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წნეხის ქვეშ მოქცევაში. დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში ამ სახელწოდების რეზოლუციას 306 წევრიდან მხარი მხოლოდ 77-მა დაუჭირა, თუმცა ის მაინც ითვლება მიღებულად ევროსაბჭოში. კენჭისყრამდე დოკუმენტში შესწორებები რამდენჯერმე იტანეს და რიტორიკა უფრო დაამძიმეს. ახსენეს საქართველოს ხელისუფლების მზარდი იზოლაციონისტური პოლიტიკა და მტრული დამოკიდებულება ევროპული ორგანიზაციებისადმი. რეზოლუციაში ცალკე მიმართულება 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები. საქართველოს საკითხზე დებატების დროს სხვა დეპუტატებთან ერთად აქტიურობდა მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ცოლი უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკოც. რატომ დაამტყვია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კრიტიკული რეზოლუცია არჩევნებს? ოპოზიცია მას შემთხვევითობას უწოდებს. ხელისუფლება კი ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი მაშველი რგოლია ამ ოპოზიციისთვის. თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, რა თქმა უნდა, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ პროექტს პრემიერ-მინისტრი მორიგ არაობიექტურ რეზოლუცია დაფასებს. საუბარია 2 დეპუტატის ავტორობით შედგენილ დოკუმენტზე, სადაც წერია, რომ საქართველოში დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ირაკლი კობახიძის განცხადებით რეზოლუცია მკაფიოდ მიუთითებს ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ ამ ორგანიზაციის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას განაპირობებს. ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მდგომარეობა არის ნამდვილად რაიკული. წინა რეზოლუცია, რაც იქნა მიღებული, ასევე ამ მძიმე მდგომარეობას ასახავს. გახსოვთ, რომ მაშინ პირდაპირ მოითხოვეს რიგარეში არჩევნების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიებმა აღიარეს თვითონ არჩევნების სწორი ფორმით ჩატარება. ნუ ახლა არავის უკრის, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეზოლუცია. რეზოლუციის პროექტს, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება, სტრასბურგში მხარი მარტივი უმრავლესობით დაუჭირეს. მასში ვკითხულობთ, რომ ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას, ოპოზიციის ლიდერების, ასევე მზია ამაღლობელის დაკავებას. გამოთქმულია წუხილი მესამე სექტორში არსებულ ვითარებაზე. ამ პუნქტში რამდენიმე შესწორებაც შევიდა, რომელიც ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობას მეტად ამძიმებს და ამწვავებს. რეზოლუციაში საუბარია 4 ოქტომბრის არჩევნებზეც. პროექტის კენჭისყრას წინ ინიციატორების სიტყვით გამოსვლებიც უძღოდა. პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში კიდევ უფრო გაუარესდა. ხელისუფლება აჩუმებს ოპოზიციის ხმას, ციხეში სვამს ჟურნალისტებს, ავიწროვებს სამოქალაქო საზოგადოებას კრიტიკული კანონებით, ფარას და გრანტების კანონის მეშვეობით. გაიყინა NGO-ების ანგარიშები, ისინი მუშაობას ვეღარ აგრძელებენ. ჩვენ უნდა დავრჩეთ თანმიმდევრულები, რადგან სხვა წევრი სახელმწიფოების შემთხვევაში საქართველოს მსგავსი პრობლემების გამოვლენისას არ იყო გადადგმული იგივე ნაბიჯი. არჩევითი მიდგომები აზიანებს ჩვენ სანდოობას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მომავალი ადგილობრივი არჩევნები, რომელიც 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. რა გზავნილია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან არჩევნებამდე 2 დღით ადრე კრიტიკული რეზოლუციის მიღება. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს შესახებ საქართველოს წარმომადგენლების გარეშე ჩატარებული დებატები ოპოზიციისთვის დღის წესრიგის შექმნას ემსახურება. რეალურად ემსახურება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ოპოზიციისთვის, გარკვეული ასე ვთქვათ, სასუნთქი საშუალების მიცემას იმისათვის, რომ რაღაცნაირად გამოიწვიონ კიდევ ერთხელ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ნეგატიური დღის წესრიგი. ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ არჩევნები არაფერ კავშირშია და ეს მხოლოდ დროში დამთხოვაა. ოპოზიცია რეზოლუციის შინაარსზე სრულად თანხმდება. გამონაკლისია ერთადერთი პუნქტი, სადაც წერია, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილებას არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა არახელსაყრელი საარჩევნო გარემოც განაპირობებს. იმისთვის რომ არჩევნები იწოდებოდეს არჩევნებად, უნდა აღვაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს. ამიტომ რა თქმა უნდა, არსებობენ ძალები, რომლებიც იღებენ კეთილსინდისიერ გადაწყვეტილებას და აი ამ სპეცოპერაციაში და ფარში მონაწილეობას არ იღებენ ხოლმე. მე მივიჩნევ, რომ ოპოზიციამ დაუშვა შეცდომა, როდესაც არ მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში და არ გამოიყენა ბრძოლის ეს ინსტრუმენტი. მართულ გუნდში ამბობენ, რომ დღეს მიღებული უსამართლო და უსაფუძვლო დოკუმენტი საარჩევნო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს. მათი თქმით, კონკრეტული უცხოელი აქტორები, რომლებიც ოპოზიციას ლობირებენ, დეზინფორმაციის ტირაჟირებისთვის არ ერიდებიან
აკრიტიკებიან არც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ავტორიტეტის გამოყენებას. ევროსაბჭო კი არ არის შეშფოთებული. შეშფოთებული არის ზოგიერთი ევროსაბჭოს წევრი, პოლიტიკოსი, რომელიც არიან სწორედ დაინტერესებული, რომ ისევ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა მის წარმომადგენლებს ერთიანად აღებული არ მოხდეს მათი პოლიტიკური სივრციდან გარიყვა. ყვილებით გაჯერებული დოკუმენტების მიღება არ ეთაკილებათ, არ ერიდებათ, ოღონდ კი შესრულდეს ის სურვილი, რასაც ჩვენს ქვეყანაში ხალხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღება ქვია არჩევნების შედეგად. ქართულმა ოცნებამ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებს ბოიკოტი გამოუცხადა. მიზეზად მაშინაც ხელისუფლების მიმართ არაობიექტური დამოკიდებულება დაასახელა. დიდი ბრიტანეთი ქვეყნის დემოკრატიაზე ფარულ უცხოურ გავლენას არ შეეგუება. ამ საბაბით გაერთიანებულ სამეფოში უცხოური გავლენის რეგისტრაციის გამკაცრებული კანონი ამოქმედდა. სამთვიანი საშეღავათო პერიოდი დასრულებულია. ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი დოკუმენტის მიღება პირველ რიგში ირანიდან და რუსეთიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა ასევე გულისხმობს ყველას, ვინც უცხო სახელმწიფოების სახელით პოლიტიკურ გავლენას ახორციელებს ბრიტანეთში. ვინც არ დარეგისტრირდება ან დიდძალი ფულადი ჯარიმა ან პატიმრობა ელის, მათ შორის 5 წლიანი. ბრიტანული გამჭვირვალობის კანონის ძალაში გუშინ შევიდა დოკუმენტი ორდონიანი სქემა, რომელიც უზრუნველყოფს დიდ ბრიტანეთში უცხო სახელმწიფოს გავლენის გამჭვირვალობას, დამაზიანებელი ფარული სახელმწიფო მოქმედების შეკავებას და უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოქმედების დროული აღკვეთის შესაძლებლობას. გამონაკლისი მოქმედებს მხოლოდ აღიარებული დიპლომატიური საქმიანობის, იურიდიული წარმომადგენლობის და აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის. დიდ ბრიტანეთში მიღებული გამჭვირვალობის კანონი კითხვებს აჩენს თბილისში, რადგან ლონდონი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამერიკული ფარას ანალოგიური ქართული კანონი გააკრიტიკა. მსგავსი კანონები მოქმედებს ბევრ სახელმწიფოში, თუმცა ჩვენ არ გვინახავს ამის საფუძველზე რევოლუციის მოწყობის მცდელობები, რაც ჩვენ ნახეთ საქართველოში. გაერთიანებულ სამეფოს საქართველოს კრიტიკისთვის საჭირო არგუმენტები მას შემდეგ გამოეწურა, რაც ოფიციალურმა ლონდონმა უცხოური გავლენის რეგისტრაციის გამკაცრებული სქემა ამოქმედა. ახალი რეგულაციის თანახმად ბრიტანეთის მთავრობა უცხო სახელმწიფოების სახელით მოქმედ პირებს შესაბამის რეგისტრაციას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი სანქციებით ემუქრება. ბრიტანეთი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს ხელისუფლება ამერიკული ფარას ანალოგის მიღების გამო მწვავედ გააკრიტიკა, ახლა თავად ამბობს, რომ ქვეყნის შიდა უსაფრთხოების უზრუნველ საყოფად მიღებული დოკუმენტის მიზანი სახელმწიფოს ფარული უცხოური გავლენებისგან დაცვაა. ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს მსგავსი კანონმდებლობა ან წესები, როდესაც საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს ან უცხოურ დაფინანსებას. თუმცა არც ერთ შემთხვევაში მსგავსი წესები არ იწვევს ისეთ გაღიზიანებას და ისეთ აჟიოტაჟს, როგორც ეს მოხდა საქართველოს შემთხვევაში. გვაქვს საქმე ისევ და ისევ ორმაგ სტანდარტთან, გვაქვს საქმე ისევ და ისევ ნებისმიერი საკითხის გამოყენებასთან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო ეროვნული უსაფრთხოების მაღალი რისკის სახელმწიფოებად პირველ რიგში ირანსა და რუსეთს მიიჩნევს, თუმცა სქემა ვრცელდება სხვა ქვეყნების სახელით მოქმედ პირებზეც, ვინც ბრიტანელებზე პოლიტიკურ გავლენას ახდენს. საქართველოს მსგავსად ბრიტანეთიც ამბობს, რომ ახალი კანონმდებლობით უცხოური გავლენის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და სახელმწიფოს მავნე ჩარევისგან დაიცავს. ამის მიუხედავად ქართულ ოპოზიციურ სპექტრში მაინც ამტკიცებენ, რომ ლონდონსა და თბილისში ამოქმედებული რეგულაციები განსხვავებულ მიზნებს ემსახურება. დასავლეთში, როდესაც იღებენ გარკვეულ კანონებს, ეს არ არის მიმართული კონკრეტული თავისუფალი და კრიტიკული თუნდაც აზრის მქონე ადამიანების ორგანიზაციების წინააღმდეგ, რაც შეეხება ქართულ კანონმდებლობას, ეს არის შემუშავებული მეგობარი პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციების წინააღმდეგ. სოფლიოში რაც შემზუდავი ნორმებია, რო შეკრიბა ქართულ მოწმეებს საქართველოში რომ მოიტანა დემოკრატიის რა ხარისხია ბრიტანეთში, მაგაზე ვინმე საუბრობს? რატომ არის ერთი და იგივე კანონი სხვა ქვეყნის შემთხვევაში მისაღები საქართველოში კი მიუღებელი? ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხელისუფლების კრიტიკით დაკავებული შიდა და გარე აქტორების მიზანი ქვეყნის დაზიანება და უცხოური გავლენის გაცლიერება. ქართული ოცნებიდან დღეს ოპონენტებს და ევროპელ ბიუროკრატებს შეახსენეს, რომ საქართველოს სურვილი დაიცვას მოქალაქეები ისევე ლეგიტიმურია, როგორც სხვა სახელმწიფოსი, ვინც მის ქვეყანაში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს. ამ გადაწყვეტილების შემდგომ ჩემი აზრით დიდ ბრიტანეთს აღარ აქვს აბსოლუტურად არანაირი მორალური, პოლიტიკური თუ სამართლებრივი არგუმენტი, რომ გააკრიტიკოს საქართველო, როდესაც ჩვენც ბრიტანელების მსგავსად ვცდილობთ, რომ ფარული უცხოური გავლენებისგან დავიცვათ საზოგადოება. თუ ბრიტანელ კანონმდებელს აქვს უფლება, რომ საკუთარ მშრომელ მოქალაქეს მიაწოდოს ყველანაირი ინფორმაცია გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, იდენტურად შეგვიძლია ჩვენს
ბრიტანეთში ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ირაკლი კობახიძე ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ამბობს, რომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს. გახსოვთ რუსულ კანონად მონათლეს კანონი, რომელიც ერთ-ერთი რამეს ითვალისწინებდა, ეს იყო ყოველწლიური დეკლარაციის ჩაბარება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და სანქციები იყო გათვალისწინებული ამვალდებულების შესრულებლობისთვის ძალიან მსუბუქი. ამ დროს ბევრად უფრო მკაცრ კანონებს იღებენ იგივე მიმართულებით სხვა ქვეყნები, თუმცა მათთვის ეს არის დასაშვები, რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი. მე ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველო არის ზუსტად ისეთივე სუვერენული სახელმწიფო, როგორც დიდი ბრიტანეთი და ნებისმიერი სხვა ევროპული თუ არაევროპული ქვეყანა, ამიტომ პატივი სცეს ყველა საქართველოს სუვერენიტეტს. უცხოური გავლენის რეგისტრაციის გამკაცრებული სქემა გაერთიანებულ სამეფოში უკვე ამოქმედდა. უცხო სახელმწიფოების სახელით მოქმედ პირებს, ვინც შესაბამის რეგისტრაციას თავს აარიდებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სუროგატი ქალებისა და ბიოლოგიური მშობლების კუთვნილი თითქმის 2 მილიონი ლარის მითვისების საქმე დაკავებულია Kinderli Georgias გენერალური დირექტორი სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანი კომპანიის კიდევ ერთ დამფუძნებელს. უკრაინის მოქალაქე რუსლან ტიმოშენკოს კი ბრალი დაუსრებლად წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ Kinderli Georgia, რომელიც წარმოადგენდა შუამავალ კომპანიას ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის ვალდებულებას იღებდა, რომ მოიძიებდა ქალებს და სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენას უზრუნველყოფდა გარკვეული თანხის მიღების პირობებით. თუმცა სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეების ქართული კომპანია ბიოლოგიური მშობლების ფულს ითვისებდა. მელიქიანი ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობდა, სუროგატ დედებს კი აცხოვრებდა უმძიმეს პირობებში. კომპანიის დამფუძნებლები კლიენტებს ძირითადად ჩინეთში პოულობდნენ. თანხებს კი, რომლებსაც ბავშვის სუროგაციის გზით გაჩენის მსურველები რიცხავდნენ, ითვისებდნენ. დაზარალებულმა მშობლებმა და სუროგატებმა ჯამში $670,000 იზარალეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არმენ მელიქიანს და რუსლან ტიმოშენკოს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. თბილისში რკინიგზის სადგურთან მდებარე ამ ჰოსტელში ათობით სუროგატმა ქალმა ფეხმძიმობის პერიოდი არასათანადო პირობებში გაატარა. დაწესებულება ამჟამად დაკეტილია, თუმცა კურიერს ადგილზე უთხრეს, რომ სუროგატი დედები თვეების განმავლობაში სწორედ ამ შენობაში ჰყავდათ დაბინავებული. გამოძიების ინფორმაციით ქალებს არც შესაბამის სამედიცინო გამოკვლევებს უტარებდნენ და არც საყოფაცხოვრებო სერვისებით უზრუნველყოფდნენ. ახლა აქ უკვე არავინაა, ხომ ნახეთ, გარეთ წერია, რომ ჰოსტელი დაკეტილია. მე პირადად არ ვიცნობ იმ პიროვნებას, ვიზეც საუბრობთ. აქ გამვლელ-გამვლელსაც 1-2 თუ დაინახავ მაგოგოებს, სწორედ ვინმეს ესეთი ორსულობა და რაღაცა ნამდვილად არ შემჩნევია. დაზარალებული ქალებისგან განსხვავებით, თბილისში ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობდა იმ საშუამავლო კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით სუროგატებიც მოატყუა და ბიოლოგიური მშობლებიც. ინფორმირებული ვარ, რომ მოხდა ესეთი რაღაც, ეს ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ აქ არავინ ქალბატონი არ იყო. შეპესე Kinderli Georgias დირექტორი სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანი სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ შვილის მსურველი წყვილები ძირითადად ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ და Kinderli Georgias 50-დან $80,000-მდე ურიცხავდნენ. თავად სუროგატი დედების ანაზღაურება 16-დან $25,000-მდე უნდა ყოფილიყო. ბრალდებულებმა აღნიშნული შეპესეს სახელით ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისაგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები და ნაცვლად იმისა, რომ ბიოლოგიური მშობლებისაგან მიღებული თანხები გამოეყენებინათ სუროგატი დედების სამედიცინო და ყოველდღიური ხარჯებისათვის. ასევე ბინის ქირისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დასაფარად. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. არმენ მელიქიანს დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მის ბიზნეს პარტნიორს უკრაინის მოქალაქე რუსლან ტიმოშენკოს კი აკვეთი ღონისძიება დაუსწრებლად მიესაჯა. დიდი ოდენობით თანხის მითვისების შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. ბრალი არის წარდგენილი 192 მუხლის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ამ კონკრეტულ შემთხვევაში მითვისებას დიდი ოდენობით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ. ეხლანდელ პროცესზე გამოყენებული იქნა პატიმრობა აღკვეთი ღონისძიების სახით. რაბედი ეწიათ სუროგაციის გზით გაჩენილ ბავშვებს. პროკურორი ამბობს, რომ ახალშობილების უმეტესობა ბიოლოგიურმა მშობლებმა წაიყვანეს. ზოგ შემთხვევაში კი დაპირების მიუხედავად სუროგაცია საერთოდ არ ჩატარდა და გადახდილი თანხები საშუამავლო კომპანიამ მიითვისა.
ბრალდების მხარე დამნაშავეთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს. ბავშვების დიდი ნაწილი გაყვანილი არის საქართველოდან, ჩინეთის მოქალაქეებს გაყვანილი ყავთ, თუმცა არიან დაზარალებულად დარჩენილი სუროგატი დედები, რომლებსაც უნდა ანაზღაურებოდათ თავიანთი გასამსჯელო და თანხა არ მიუღიათ. ბრალდებულები თანხის მითვისებას ახორციელებდნენ როგორც დამკვეთების, ანუ ჩინეთის მოქალაქეებისაგან, ასევე სუროგატი დედების კუთვნილ თანხებს ითვისებდნენ. არმენ მელიქიანს, რომელიც წინასწარი პატიმრობიდან 200.000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, მითვისების ბრალდებით 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. იგივე სასჯელიელის მიმოვლაში მყოფ უკრაინის მოქალაქეს. ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხაში გამოძიების ინფორმაციით წალენჯიხის მერის თანამშრომელი ემზარ ქარდავა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრია, გუშინ საღამოს სოფელ ლიაში ავტომობილით ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. მან უგუნო მდგომარეობაში და მძიმე ტრავმირებული მოქალაქე მიატოვა და ადგილიდან მიიმალა. ემზარ ქარდავას ხელბორკილები პოლიციამ საკუთარ სახლში დაადო. გავრცელებული ინფორმაციით წალენჯიხის გამგებლის თანაშემწე მანქანას ნასვა მდგომარეობაში მართავდა, რაც შეეხება დაზარალებულს. ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები 26 წლის ქალი ახლა კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სოფელი ლია 18 საათი და 30 წუთი ადგილობრივებმა ავტომობილის შეჯახების ხმა გაიგეს. გარეთ გასულებს კი მძიმე სურათი დახვდათ. ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებით ასფალტზე უგონო მდგომარეობაში იწვა. მალე გაირკვა, რომ 26 წლის ქალს ავტომობილით დაეჯახნენ და მიატოვეს. ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი კურიერთან ყვება, რომ შემთხვევის ადგილას არც ავტომობილი დახვდათ და არც მძღოლი უნახავთ. ქვემოთ იწვა გოგო, რომელსაც უკვე დაჯახებული ჰქონდა მანქანა. სასწრაფო იყო, პოლიცია იყო, თუ რაც რამე იყო და ესაჭირებობდა, მე გაუწიე. ხო, მე გამოვიძახე კი. რომ მივედი და რომ ნახე გონზე არ იყო, ვინც დაეჯახა. ის მძღოლით რა თქმა უნდა არ მინახია და არც მანქანა იყენა და არც არავინ. სვამი იყო, ასე იმამი, ასეთმა ინფორმაციამ გაჟონა. გაქცეული მძღოლის ვინაობა სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს. ავტომობილს, რომელიც 26 წლის ქალს დაეჯახა, ნაციონალური მოძრაობის წევრი და წალენჯიხის ოპოზიციური მერიის თანამშრომელი მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით ემზარ ქარდავა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და საკუთარი მიკროავტობუსით სოფლის გზაზე დიდი სიჩქარით მოძრაობდა. კურიერის ინფორმაციით შეჯახების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრი საკუთარ სახლში მივიდა. რამდენიმე წუთში ემზარ ქარდავას მისამართზე სამართალდამცველებიც მობილიზდნენ. ქარდავა ტრანსპორტის მოძრაობის დარღვევის და პირის განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავეს. ლიას გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებზე არ საუბრობენ ემზარ ქარდავას თანაპარტიელები. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს. უსაფრთხოთა არის ხალბატონი და ეს არის ყველაზე მთავარი, რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, ეს ამ შემთხვევაში მიმდინარეობს რამდენადაც ვიცი გამოძიება, საქმე არის აღძრული, ამიტომ ამ დეტალებზე ალბათ უფრო შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია რომ ბევრად უფრო კომპეტენტური პასუხი გაქცეთ. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, დანიშნულია ექსპერტიზები. 26 წლის ქალი კი ამ დრომდე კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა. არის მართვით სუნთქვაზე, ხანმოკლე მართვით სუნთქვაზე, არის და იყო კომატოზური მდგომარეობა, თავისთავად არის სუნთქვის უკმარისობა გამოხატული, არის ნეკნის დაზიანება, არის პნევმონია, ასპირაციული და არის არასტაბილური ჰემოდინამიკა. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა ქალი ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოდანაა და წალენჯიხაში რამდენიმე საათით იყო ჩასული. ავტოსაგზაო შემთხვევამდე ის სახლში დაბრუნებას აპირებდა. ემზარ ქარდავა ახლა ბრალის წარდგენას ელოდება. კანონით დადგენილ ვადებში მის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს. ვერის პარკის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა რეაბილიტაციის პროცესში პარკში სრულად განაახლა ინფრასტრუქტურა და მოაწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, ფანჩატური, ბელვედერი, სასმელი-წყლის შადრევანი და ადმინისტრაციული შენობა. ვერის პარკში დამატებით დაერგო 5000-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ნერგი. თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეკრეაციული სივრცის განახლებაზე 23 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ვერის განახლებული პარკი ცოტა ხნის წინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა. განათებებით ყველა ფანჩატურები. ჩვენს დედაქალაქს დაუბრუნდა მისი სიამაყე.
ვერის პარკი, უკვე რეაბილიტირებული, განახლებული რეკრეაციული სივრცე ქალაქის გულში, ქალაქის ცენტრში. პროექტის ფარგლებში დაირგო ახალი ხელმძენარეები, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად განახლებულია, სადრენაჟო სისტემები, სარწყავის სისტემები და ყველაზე ლამაზი სივრცე, ბელვედერი, 17 მეტრიანი გადმოსახედი, რომელიც მართლაც იდეალურია და ამშვენებს აღნიშნულ რეკრეაციულ სივრცეს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას. თბილისს არაფერი არ უხდება ისე, როგორც გამწვანება. ასე იყო დღევანდელი დღე 2 ოქტომბერი და კურიერი 9 საათზე. რამდენიმე წუთში რუსთავი 2-ის ეთერს ბადაგულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუ განაგრძობს. ჩვენ კი დღეს ამით ვასრულებთ მუშაობას, ხვამდე გემშვიდობით, ნახვამდის.